აი რა მოყვა იმეროლს. გულმა უგრძნო. აბა რას მოყვებით იმეროლს? მოყვები პატარა ნამდვილ ისტორიას, რაც გამახსენდა ახლა, იმედია გაგვეცინება ყველას. ჩემი დედიკოს მეგობარი ბავშვობაში, ეს ღრმა ბავშვი ჯერ კიდე კომუნისტების დრო იყო. სოფელში ხშირად იყო ბებიასთან და სიგიჟემდე უყვარდა ეს ბებია მისი, აი რო შეიძლება ითქვას დედაზე მეტად გიждდებოდა. რუსუდანი ერქვა. და ერთ დღეს მამამისიც სოფლად არის ჩასული და ეს მამაზე ეზოში გადმოყრილია ეს ტყვია საფანდი, წვრილი ტყვიები როა და რაღაცას ტენის იქ სანადიროთ ემზადება და მივიდა ეს პატარა 6-7 წლის იყო რუსუდანი და მოიპარა რამდენიმე ცალი და ჰოპ გადაუშვა კუჩში. რაკენი მამა ესო შენო? ამ ბავშვმა შეხედა შეშინებულმა. ახლა იცი შენ რა დაგემართებაო, რამდენი ჰაერს გააფუჭებ, იმდენი გეისვრი და ვისაც მოხდება მოკტებაო. ეს საწყალი რუსუდანი გაავარდა აწირებული სოფლის ტუალეტში ჩაიკეტა და ტირის. ბებია ეძებს ახლა რუსუდან, ბებო, სათხარ რუსუდან საჭველი ნაჭყოს. უახლოვდება ტუალეტს, ხმა მოესმა ბებიას რომ ბავშვი იქალა ტირის და იბავში ყველა სოფლის ტუალეტს ხო აქ დირკა ასე ხო იცი ცხრის ტუალეტებს. ხედავს რომ ბებია საყვარელი ბებია უახლოვდება და რომ მიუახლოვდა არ მოხვიდე ბებია გავარდები ბებია მოხლავ ბებია გევიღუპე ბებია რასაბო ბებია ცოცხალი თავით ბავშვი ვერ გამოიყენეს კარები ჩამოიღეს გამოაგდეს ეს ბავშვი და წინ წადი ბებია უკან არ გამომყვებებია დავიღუპე ბებია რომ გავარდე ბებია რომ მოკლა ბებია და ბავშვი ძლივს ჩააგდეს მოკლედ გონში რომ გაგეხუმრე მამა უთხრა ბოლოს გაგეხუმრე ნუ გეშინიაო და ტრამვა თქონდა кайხანი ეს რომ ბებია კიდეღამ მოკლა აბა სულ ეს იყო